მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია წმინდა თოამოციქულის სახელობის წინამძღვარი მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი. მადლობა მამაო მოგზანებისათვის. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჯვრის შესახებ, განმარტავთ რას წარმოადგენს ჯვარი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი შეიძლება ითქვას ხატია, როგორც ესე იგი მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილების სამეფო, ხატს წარმოადგენს ჯვარი, ისევე როგორც სხვა ხატები. არის სიმბოლოც ასევე კაცობრიობის გამოხსნისა და ამიტომ ქრისტიანულ ეკლესიაში გახდა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, ესე ვთქვათ, სახე ქრისტიანულ ეკლესიის. ანუ ყველა ქრისტიანი ჯვარს ატარებს, ყველაფერზე ჯვარია გამოსახული ტაძარზე და ასე შემდეგ. პირველი ქრისტიანებიც უკვე ჯვრის გამოსახვა, ჯვრის თაყვანისცემა, რადგან მან შეიძინა უკვე სრულიად ახალი მნიშვნელობა ახალ ღვთის ეკლესიაში, ვიდრე ეს ქონდა მანამდე რომის იმპერიაში, ანუ სასჯელს წარმოადგენდა. აი ახლა ვისაც საკითხული აქვს მაგალითად ყველაზე პოპულარული შეიძლება ითქვას სპარტაკის იმდროინდელ ლიტერატურას გულისხმობს იმდროინდელზე, ასე ვთქვათ, სპარტაკის ისტორია და იქ რამდენიმე 1000 ესე ამბოხებულ ჯვარ ძელზე რო გააკრავენ და აცვამენ. ეს ჯვარცმა იყო გავრცელებული სასჯელი განსაკუთრებით ქრისტეს განკაცების, ანუ მაცხოვრის განკაცების ჟამს, მაგრამ ეს იარაღი, რომელიც ყველაზე შეურაცხი სიკვდილი იყო მაშინდელი, ესე იგი დამნაშავებისთვის, ან სახელმწიფო მეამბოხეებისთვის და ასე შემდეგ, გახდა მე ასე ვიტყოდი მასზე აღესრულა სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ღვთისაგან, ანუ განკაცებული ღმერთი მასზე მოკვდა ხორციელად, ანუ კაცობრიობი ბუნებით, რათა ჩვენ გამოვეხსენეთ და ჯვარმა შეიძინა განსაკუთრებული მადლი და ხატი. ამიტომ ჯვარი ერთ-ერთი მთავრესი სიწმინდე არის, ესე ვთქვათ, ახალი ღვთის ეკლესიაში. აი ჯვრის შესახებ ვისაუბროთ, ჯვრის გამოსახვის შესახებ, ჯვრის ისტორიის შესახებ, ანუ რამდენადაც მე ვარ გაცნობილი ერთ-ერთი ბერძენ მწერალს აქვს ძალიან კარგად გამოკვლეული ჯვრის სახეები, როდის როგორ და როგორ დამკვიდრდა, ასევე ედი შერჭელიძეს აქვს კარგი, ასე ვთქვათ, სტატია ამასთან დაკავშირებით, სადაც მოთხრობილი არის ის წყაროები აი პირველ საუკუნეებში, როგორ გამოსახავდნენ ჯვარს, რომელ წმინდა მამასთან არის ნახსენები, რომ ესე იგი პირველი მეორე საუკუნიდან ჯვრის სახე გამოისახებოდა და უკვე მე უფრო მოგვიანო პერიოდში, მერვე საუკუნიდან უკვე ის სახეები დამკვიდრდა, რაც დღეს ტრადიციულად მიღებულია ეკლესიაში. ამ სახეებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შინაარსი ჯვრის. წმინდა გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს, როცა ჩვენ ჯვარს უყურებთ, ჩვენ გვახსენდება ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის და მადლიერებით ვივსებით. და ამ მადლიერებას მოაქვს ადამიანში სინანული და დგება ღვთის გზაზე. შევეხებით ასევე ჯვართან დაკავშირებულ ესე იგი იმას დღესასწაულებს. ძირითადად 3 დღესასწაულია მთელი წლის განმავლობაში ვახსენოთ. ახლა ხანს ვიდღესასწაულეთ ჯვრის ჯვართამაღლების დღესასწაული და მის შესახებად ვისაუბროთ წმინდა წერილში არაერთ ადგილას არის ჯვრის შესახებ სწავლება თავად მაცხოვრის მიერ და მე მოციქულთა მიერ პავლე მოციქულიც ამახვილებს ამაზე ყურადღებას. აი დავიწყოთ აქედან ჯვრის სახეების შესახებ და სიმბოლიზმი, რას ნიშნავს ჯვარი ჩვენთვის. პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და აი სწორად აღნიშნეთ მამაო, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა და მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ეს არის პირველი სიწმინდეთა შორის პირველი, იმიტომ რომ სანამ იკონოგრაფია ჩამოყალიბდებოდა ზოგადად და აი ხაწერა დაიწყებოდა ან რაღაცა ჯვარი ჯერ კიდევ კატაკომბებში როდესაც ლოსულობდნენ პირველი ქრისტიანები იმ დროიდან მოყოლებული უკვე ჯვარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ზოგადად ჩვენ თუ დაუკვირდებით ეკლესიაში ნებისმიერი მოძრაობა თუ კი რამე ხდება ყველაფერს ჯვარი უძღვის წინ ჯვრის წერა იქნება, ნათლობა იქნება, ლიტურგია იქნება, სულ უბრალო მსახურებაც კი ძალიან უბრალო მარტივი მსახურებაც კი ჯვრის გარეშე არ აღესრულება. ჯვრით იკურთხება ნებისმიერი რამ, თუ კი რამე იკურთხება ამ სამყაროში და რა თქმა უნდა ჯვარმა შეიძინა ძალიან დიდი დატვირთვა. გამომდინარე აქედან რომ დიდი დატვირთვა ბუნებრივია რომ ჩვენ ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ ხოლმე ხშირად იმ ფორმაზე რას ნიშნავს, მაგალითად ვერტიკალური მხარე რას ნიშნავს, ჰორიზონტალური მხარე რას ნიშნავს და ამაზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტებს, იმიტომ რომ ჩვენ რადგან ქრისტიანები ვართ, შეიძლება ბევრი ინტერესიც გქონდეს ამ ყველაფერზე. თუმცა ეს არის ტრადიციის საკითხი. ეპოქების მიხედვით ეს იცვლებოდა, მაგალითად პირველ საუკუნეში პირჯვრის გამოსახვა სხვანაირად ხდებოდა. ეხლა 21 საუკუნეში და წინა საუკუნეებში სხვანაირად ხდება, იმიტომ რომ ეს მაინც ეპოქა თავის სიტყვას ამბობს ეპოქა და რაღაცნაირად იცვლება ხოლმე. მაგრამ შინაარსი ჯვრისა ყოველთვის ერთია, იმიტომ რომ ისევე როგორც უფალი იესო ქრისტე ერთია უკუნისამდე, ასევე ერთია ის შინაარსი, რაც აღასრულა უფალმა. და წმინდა მამები, როდესაც საუბრობენ ჯვარზე უმეტეს აქცენტებს აკეთებენ მის სულიერ მხარეზე,
ვიდრე აი ამ გარეგნულზე. თუმცა გარეგნულზეც უნდა ვთქვათ, რომ აი მაგალითად ვერტიკალური ძელი, ხო, ორი ძელისაგან შედგება ჯვარი, ესეც ისტორიული წიაღსვლები არის, როგორ მოხდა ამ დღევანდელი ჯვარი, როგორც ამის ფორმირება, როგორ მოხდა იმ დროს რა იყო მაგალითად ძველ აღთქმაში წერია რომ ძელზე ისჯებოდნენ მეორე სჯულის წიგნში წერია რომ ძელზე ხდებოდა დასჯა ადამიანებისა და სწორედ იგივე სასჯელი გამოიყენეს ქრისტეს შემთხვევაში, მაგრამ აი ჩვენ ვამბობთ ჯვარი, მაგრამ ეს ყველაფერი ახსნადია, ყველაფერი ძალიან მარტივად გასაგებია თუ ადამიანს ნება აქვს რომ გაიგოს, რა თქმა უნდა. ის ვერტიკალური რომ ურთიერთობას ნიშნავს ღმერთსა და ადამიანებს შორის, ხოლო ჰორიზონტალური ნიშნავს ადამიანებს შორის ურთიერთობას და კიდე მრავალი სხვა 4 კუთხე, სამყაროს 4 მხარეს ნიშნავს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მაინც სიმბოლიკა და მთელი აქცენტები ამაზე არ შეიძლება გავაკეთოთ, თუმცა მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად რა სულიერ შინაარსდებენ ამაში წმინდა მამები და ზოგადად ეკლესია როგორ უყურებს ამას და მე აი რადგან ვიცოდი რომ დღეს ჯვარზე უნდა გვესაუბრა, ორიოდე ამონარიდი მოვიტანე და თან ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, რადგან ვრცელი არაა გადაცემა, ყველაზე მოკლეები რომელიც იყო წმინდა მამების გამონათქვამები მოვაგროვე რამდენიმე და ძალიან საინტერესო არის რას ფიქრობენ მაგალითად წმინდა მამები ჯვარზე. აი ათანასე დიდი ამბობს, როგორც ცოდვა შემოვიდა სამყაროში ხის ნაყოფით, ასევე ხსნა ხის ჯვრის მეშვეობით შემოვიდაო. ანუ ნახეთ აქ წმინდა ათანასე აკეთებს აქცენტს, რომ პირველ საუკუნეში დასაწყისში როგორ? ძელს უკავშირდება. ხო, ძელს უკავშირდება, ხო და აქ ხე თანამედროვეენით რომ გასაგები იყოს, მაგიტომ ძელი ეწერა იქ რა თქმა უნდა იმ თარგმანში სადაც ვნახე, მაგრამ თანამედროვე უფრო გასაგებიანით რომ იყოს, მაგიტომ ამბობ. ანუ ადამმა რომ შესწოდა სამოთხეში და აკრძალული ხის ნაყოფი რომ შეჭამა, აი ამას აკეთებს პარალელს, რომ უფალმა ახალმა ადამიანმა გამოხსნა აღასრულა იგივე ხეზე, რომელი ხითაც ცოდვა შემოვიდა სამყაროში. მერე მომდენო არის ეფრემ ასური. ხისაგან მოვკვდით და ხისაგანვე გადავრჩით. აი როგორ ისე ძალიან მარტივად, ლაკონურად, მაგრამ იმხელა შინაარსია ამაში ჩადებული. რა თქმა უნდა, ვრცელი ტრაქტატებიც აქვს მამებს ნათქვამი ჯვრის შესახებ, მაგრამ ეხლა ჩვენი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე მოკლეებს კითხულობ. ჯვარი ჩვენთვის გამარჯვების გვირგვინია. აი ეფრემ ასური ამბობს ამას, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჯვარი არის ქრისტეს წამების იარაღი და რატომ ეთაყვანებით ქრისტიანები. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში წარმართები ასე გვეუბნებიან, მაგრამ უნდა გავაკეთოთ, რომ აი ეფრემ ასური გვეუბნება. ჩვენი გამოხსნის გვირგვინია, ანუ ეს არის იარაღი, რომლითაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოიხსნა კაცობრიობა და ამიტომაც ჩვენ იმიტომ კი არა რომ ის არის დაშლის იარაღი, არამედ იმიტომ რომ ის არის ჩვენი გამოხსნის იარაღი და მთელ აქცენტებს ამაზე ვაკეთებთ. აბა ისაია ათონელი მამა არის ესეთი, ჯვარი არის ნიში მომავალი უკვდავებისა. აი ნახეთ, საინტერესოა რომ ჯვარი ხო მატერიალურია, გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, ეს არის ნივთი. გულზე ვატარებთ ყოველთვის ვეხებით, მაგრამ აი ამ ნივთიდან იმხელა მადლი მოდის ყოველი ადამიანისათვის, რომ ხშირად არის რომ მაგალითად, როდესაც გულის ჯვარი ვიღაცას დაავიწყდება ხოლმე სახში, მთელი დღე ცუდად არის. აი მე რამდენიმე ჩემი ნაცნობი ხშირად მეუბნება, რომ აი მამაო, დამრჩა გულის ჯვარი და რაღაც აი ერთი სული მაქვს სახში, როდის მივბრუნდები, რომ ჩქარა დავიკიდო. ცუდია ეს თუ კარგია და რაღაცა ფორმით რა თქმა უნდა კარგი არის, იმიტომ რომ ადამიანს რამხელა იმედი აქვს, ღვთის იმედი და ეს ჯვრის ტარება არის მისთვის იმედი. ერთგვარი იმედია და გამოხატულება ამ იმედისა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეც ყველაფერი, რომ ამნაირი მიდგომები გქონდეს ჩვენ და ამნაირი დამოკიდებულება. აი ოქროპირი კიდევ ამბობს შემდეგ სიტყვებს. ჯვარის წყალობით დემონები აღარ არიან საშიშნი. არამედ განდევნილი და სიკვდილი არაა სიკვდილი, არამედ ძილი და სიფხიზლე. ნახეთ რა საოცარია, რომ დემონები საშიშები აღარ არიან ჯვრის წყალობით. იმიტომ რომ უფალმა დაამარცხა, დემონები დაამარცხა, უფალმა ის ბოროტება დაამარცხა ამ ჯვრით, რომელ ჯვარზეც მოხდა გამოხსნა კაცობრიობისა და ამიტომ დემონები ჩვენთვის საშიშები აღარ არიან. კი, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვისთვისაც უცხოა ქრისტე და ვისთვისაც უცხოა ჯვარი, რა თქმა უნდა, მათთვის კვლავ დემონები საშიშები რჩებიან, მაგრამ ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ის უკვე საშიში აღარ არის ამ თვალსაზრისით, რასაც იოანე ოქროპირი და რა შინაარსაც იოანე ოქროპირი ამბობს ამ თავის ტექსტში. ასე რომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჯვარი არის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანებისთვის და მე ვიტყვი, რომ სიმბოლოთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმბოლო. და აი თუ გახსოვთ ლიტურგიაზეც
როდესაც სეფისკვერი, სადაც ჩვენ წირვას აღვასრულებთ, სეფისკვერზეც აუცილებელია, რომ ჯვარი იყოს გამოსახული. და იმ ჯვრის, ახლა შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, იმიტომ რომ ვერ ხედავენ ამას რეალურად კვეთის დროს, რასაც ვაკეთებთ. სუპირველი სიტყვები, როგორც ვიწყებთ უხუდლები ლიტურგიას, ვამბობთ ჯვრის სახით ვკვეთავთ სეფისკვერს, აუცილებელია. ეს არის, როგორც აი მითითებულია ყველა მღვდელს, რომ ამის გარეშე ლიტურგიას არ იწყებს. პირველი ჯვრის სახით ლოცვას, მოკლე ლოცვას ამბობს, სამჯერ ნიშანს დაადებს מחვილით. ეს מחვილით სიმბოლო არის, ის מחვილი არის, რომელიც უგმირეს უფალს, გარდაცვლილ უფალს ჯვარზე, გვერდში რო უგმირეს და სისხლი და წყალი წამოვიდა და იმხელა აი ჩვენ მომავალში აი მაგალითად შემოგთავაზებ, რომ ლიტურგიას ერთი დიდი გადაცემა დაუთმოთ, იმიტომ რომ ძალიან ლიტურგიკული სიმბოლიკები არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ უკავშირდება ამ ჯვარს, უფლის გამომხსნელ ნებებს და ძალიან საინტერესო არის. მაგრამ რადგან დღეს ჯვარზე ვსაუბრობთ, აი მაგიტო გავაკეთე აქცენტი, რომ სეფისკვერზე არის ჯვარი გამოსახული და რაც დაწერა პონტოელმა პილატემ იესო მეუფე ურიათა, ხო, ზემოთ. აქ ჯვარზე არის გამოხატული ძლევა. ანუ იესო ქრისტე ძლევა, ანუ ჯვრით ძლია იესო ქრისტემ წუთისოფლის საცდურს. იმას, რითაც ადამიანი დაიღუპა, როგორც ოქროპირი გვეუბნება, რომ იმ ძელითო სამოთხეში რომ შეცდომა მოუვიდა ჩვენ პირველ მშობელს და ნაყოფი, აკრძალული ნაყოფი შეჭამა, იქიდან სიკვდილი შემოვიდა ადამიანებში და აქ სიკვდილისაგან განთავისუფლება. და ამდენად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეპოქების მიხედვით სხვადასხვანაირი ჯვრები, აი მაგალითად ხშირად მინახავს, როდესაც აქცენტებს აკეთებენ, მარჯვნიდან მარცხნივ უნდა დავიწეროთ პირჯვარი თუ მარცხნიდან ესეც სიმბოლოა და ესეც ტრადიციაა. რა თქმა უნდა, აღმოსავლურ ეკლესიაში სხვა ტრადიცია იყო, დასავლურში სხვა იყო. მაგალითად, პირველ საუკუნეში სხვანაირად ხდებოდა პირჯვრის გამოსახვა, მომდევნო საუკუნეებში სხვანაირად, ამაზე უკვე ვთქვით და მთელი აქცენტები ამაზე არ შეიძლება გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, უფრო მეტი აქცენტები უნდა გავაკეთოთ მის სულიერ მხარეზე, სულიერ დატვირთვაზე თუ რა შინაარს ატარებს ჯვარი, იმიტომ რომ სახარებაში ერთ ადგილზე თუ გახსოვთ, არის საუბარი იმაზე, რომ აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექი მე, უფალი ამბობს. იქ ხო პირდაპირ გაგებით ჯვარზე არ ამბობს, მაგრამ სიტყვა ჯვარი რატოა გამოყენებული? იმიტომ არის ჯვარი გამოყენებული, რომ თავად უფალმა ჯვრით გამოიხსნა კაცობრიობა და შენი ჯვარი, რომელიც ჯვარითაც უნდა შეუდგე უფალს, ეს არის შენი გამოხსნის საშუალება. და ამიტომაც არის იქ სიტყვა ჯვარზე აქცენტი გაკეთებული, თორე პირდაპირ გაგებით იქ ჯვარზე არ არის, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ამავე სახარებაში ბრძანის მაცხოვარი გახსოვთ, მაგრამ შეიძლება უნდა გახსენებინათ, მაგრამ შეგაწყვეტინეთ. რაც ეუბნება იგივე, რომელსაც უნდა სულის გადარჩენა, რომელიც წარიწმიდავს თავს მისაცხონებს, ესე იგი თავისუფლად თითქოს პარადოქსი არის, ხო, თავის სულის თუ წარი, მაგრამ ეს ახასიათებს ესე ძველ ქართულს და სახარების თხრობას, ან რომელიც წარიწმიდავს ესე უარყოფს და შეებრძოლება საკუთარ ნებებს, ანუ დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ნებულებებს და შეუდგება ღმერთს. ესეც გადატანითი მნიშვნელობით, ანუ სიმბოლურად არის ყოველდღიური ჯვარცმა. აი როგორც მონაზონთო ცხოვრება, ყოველდღიური სიკვდილი რო ხო ესე ახსენებენ ხოლმე, ხო, იმიტომ რომ მარადიული ბრძოლა შენ ნებებთან და განხრთობის გზაზე დგომა, ანუ ღმერთის გზაზე დადგომა. ეს მოწოდება სწორედ ამას გულისხმობს, რომ აიღე ჯვარი თვისიენ, რომელსაც წაიწყო და იქვე ამბობს, რომელსაც უნდა შემოდგომად უარყავ თავისთვის, აიღე ჯვარი თვის და შემომიდექი მე. ხო, იქვე ამბობს ამას, რომელიც წარეწმიდავს თავისუფლს, ის აცხონებს მას, ანუ ის გადაარჩენს, ის აცოცხლებს მას, ანუ წარეწმიდავს იგულისხმება, რომელიც უარყოფს თავის ნებებს. ამიტომ ეხ თქვენ ვახსენეთ, რომ ჯვარი სიმბოლური გაგება, ამასაც გულისხმობს ეს, რომ სიმბოლურ გაგებით უნდა გავიგოთ ჩვენთვის. შეიძლება პირველ საუკუნის ადამიანებისთვის ეს შეიძლება უფრო მეტად პირდაპირ გასაგებიც ყოფილიყო. ჯვარზე როცა საუბრობს მაცხოვარი, მოციქულები, რომლებიც უსმენდნენ, შეიძლება პირდაპირ გასაგებიც უფრო მარტივად ყოფილიყო, რადგან ჯვარი მაშინ იყო ესე იგი სიკვდილის იარაღი, ხო? საცავებელი იარაღი. მთელი საინტერესოა, იმიტომ რომ თანამედროვე ადამიანის თვალთა ხედვით სხვანაირად აღიქმება ბევრი რამ, რაც მაგალითად პირველი საუკუნის მორწმუნისთვის აბსოლუტურად სხვანაირად აღიქმებოდა. იმიტომ რომ პირველი საუკუნის მორწმუნეებს პირდაპირ შეხება ჰქონდათ აი ამ ყველაფერთან. ის იყო როგორი ეპოქა, იცით? ისე პირდაპირ გაგებითაც ასე აღესრულა, იმიტომ რომ ზოგიერთი მოციქული ჯვარზე გაეგრა, ზოგიერთი ყოველ შემთხვევაში მოწამეობდა. კი, და ეს ყოველდღიურობა იყო მათთვის. მათთვის ეს ყოველდღიურობა იყო. ჩვენთვის ეს უკვე შორეული წარსულია, ისტორია არის და ჩვენ ამას როგორც ისტორიას ისე ვკითხულობ და ისეთი განცდები აღარ გვაქვს, როგორი განცდებიც მაგალითად მოციქულებს ჰქონდათ. და მათ როდესაც მაგალითად რომელიღაცა წარმართი იმპერატორი ან ვიღაც დაემუქრებოდა ჯვარცმით, მათ იცოდნენ, რომ ეს რეალურად შეიძლება ასე მომხდარიყო. და ზოგიერთი მათგანი ისწრაფოდნენ კიდეც, რომ
ქრისტეს მსგავსი სიკვდილი მიეღოთ, რომ ამითი განედიდებინათ უფალი. ასე რომ აი პირველ როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ აი მაგალითად აიღე ჯვარი შენი და შემომიდეგი მე უფალი ეუბნება. აქ იმას კი არ ეუბნება ჩემი ჯვარი აიღეო. შენი ჯვარი აიღეო, ანუ ყოველ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს ატარებელი. მაგრამ სხვა ადგილზე იქვე ახლოს ამბობს რომ ჩემი ტვირთი მსუბუქია და ტკბილიო. ანუ აქ უფალი იმას კი არ გეუბნება რომ შენ მაინც და მაინც ქრისტეს ჯვარი ატარო. ქრისტეს ჯვარი რომ ქრისტეს ჯვრის მტვირთველი რო უნდა იყო, შენ მაშინ გააკეთე ამაზე განაცხადი, როდესაც ქრისტიანად მოინათლე, როდესაც წმინდა ემბასთან შემოგატარა მღვდელმა, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ანუ ყოველი ქრისტიანი ქრისტეს შემოსილია. აქედან გამომდინარე ეს თემა არც კი განიხილება რომ ქრისტეს ჯვრის მტვირთველები ვართ ჩვენ. მაგრამ აქ მათეს სახარებაში სადაც წერია რომ შენი ჯვარი აიღეო და შემომიდეგიო, აქ უფალი გეუბნება რომ ჩემი კი არაო, შენი აიღე. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველ ადამიანს თავისი ტვირთი აქვს ატარებელი. ყოველ ადამიანმა თავისი ტვირთით უნდა განადიდოს უფალი. აი ხშირად არის რომ შეიძლება წმინდათ ადამიანურად ჩვენ გქონდეს ისეთი განცდა რომ ვიღაცას მსუბუქი აქვს ჯვარი, ვიღაცას მძიმე. კი, მართლა ესე არის, რეალობა ასეთი არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თანაბარი წონის წუთისოფლის სიბძიმე არ აქვს ატარებელი. ერთო არ შეუძლია. ხო, ზოგს არ შეუძლია, მაგრამ უფალი ხო ყველას სისუსტეს ითვალისწინებს. უფალი ხო მრისხანე ღმერთი კი არ არის, არამედ მოსიყვარულე მეგობარია, მამაა ჩვენი მოსიყვარულე და აქედან გამომდინარე, რომელი მამა დააკისრებს შვილს ისეს ტვირთს, რომელი ტვირთის ტარებას მას არ შეუძლია. ის ამავდროულად ზრუნავს ჩვენზე, თუმცა მან კარგად იცის, რომ ტვირთის გარეშე ჩვენ ვერ შევალთ სასუფეველში. ამიტომ ეს ტვირთი ყველას დაბადებიდან გვაქვს. ვის ცოტა მძიმე, ვის შედარებით ნაკლებად მძიმე, მაგრამ ყველას აქვს თავისი ჯვარი სატარებელი. და ამიტომ გვეუბნება, რომ ყველამ ღირსეულად ვატაროთ ჯვარი და ყველამ ამ ჯვრით, აი ამ ჩვენი ტვირთით განვადიდოთ უფალი და ჩვენი ნაბიჯებით განვადიდოთ უფალი. ასე რომ აი აქაც მიუხედავთ იმისა, რომ პირდაპირ ჯვარზეა საუბარი, აი აქაც ესე არის, რომ სულიერი თვალსაზრისით უნდა მოვიაზროთ, რომ მაგალითად ვიღაცა შეიძლება იყოს ექიმი და ის რომ კარგი ექიმი იქნება, ეს უკვე მისი ჯვარია. რომ ღირსეულად მოემსახურება მოყვას, აი გახსოვთ ერთ ადგილზე უფალი ამბობს, რომ როდესაც მას გამოცდის ერთ-ერთი ყმაწვილი და ეუბნება, რომ რომელი მცნებაა ყველაზე დიდი და ყველაზე მთავარი და უპირატესი მცნება არის, რომ შეიყვარო ღმერთი მთელი გულით, მთელი არსებით, ხოლო ამაზე არანაკლები ამის ის სწორი მცნება არის, რომ შეიყვარო მოყვასი როგორც საკუთარი თავი. ანუ ნახეთ, ღმერთის სიყვარულის სწორი მცნება არის და მცნებათა შორის ყველაზე მთავარი ორი მცნება, ღმერთის მთელი გულით სიყვარული და ადამიანის მთელი გულით სიყვარული. და თუ კი შენ მაგალითად ღმერთმა დაგაკისრა ტვირთი რომ ხარ პედაგოგი, შენი მოწაფეები უნდა ბოლომდე გამოზარდო, როგორც ღმერთმა დაგაკისრა და ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ შენი ჯვარი ღირსეულად ატარე იმ ცხოვრების მანძილზე, რომელიც ცხოვრებაშიც უფალმა მოგიყვანა, რომ ეს ჯვარი უნდა მიგეტანა სასუფეველის კარებამდე და ამის გამო შეიძლება უფალმა კარი გაგიღოს და შეგიშვას, იმიტომ რომ შენ ღირსეულად ატარე ეს ჯვარი. ვიღაცას სხვა ჯვარი აქვს, აი ჯარისკაც თავისი ტვირთი, ჯარისკაცული ჯვარი აქვს მძიმე. ექიმს თავისი და ასე შემდეგ, ყველას თავისი, აი მეეზოვესაც ხო ესე უბრალოდ ისეთი პროფესია ჩვეულებრივი, მეეზოვეს სხვა ჯვარი აქვს, მინისტრს სხვა ჯვარი აქვს. მაგრამ ყველა აი სხვაგან სახარებაში იმასაც კი ვკითხულობთ, რომ ხელისუფალსო ხმალიო კეთილად აქვსო, უპყრიაო, კეთილად უპყრია, ანუ ხელისუფალი განაგებს ქვეყანას და ისიც მისი ჯვარია. უფალი ანიჭებს იმას, რომ ის ხელისუფლებაში იყოს და ღირსეულად დამწყსოს ის ერი, რომელიერიც მან ჩააბარა. ისევე როგორც ეპისკოპოსებსაც თავისი ტვირთი აქვს და ასე შემდეგ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავეთ რამე თუ მშვიდვარ და დაბალ გულითა. აი ვიღაცებს გონიათ, რომ ძიმია, აი არის განსაკუთრებით ისეთი ადამიანები, რომლებიც ეკლესიურ ცხოვრებაში არ არიან ჩართულები, მათ გონიათ, რომ ქრისტიანობა რთულია. რთულია რატო? იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ რაღაცები უნდა აუკრძალონ, რაღაცების უფლება აღარ უნდა მისცენ და ბუნებრივია რაღაცა, როცა მიჩვეულია წუთისოფლის სიამოვნებებს, როცა მიჩვეულია ადამიანი ქრისტიანობაზე ფიქრობს, ეს მისთვის დისკომფორტია, იმიტომ რომ რაღაცებზე უარს ამბობს, მაგრამ ნახე უფალი რა საინტერესო რამეს ამბობს, რომ ჩემი ტვირთიო მსუბუქი და ტკბილი არისო, მაგრამ არასდროს, როდესაც არ გაგისინჯავს უფლის ტვირთი, ბუნებრივია შენ ვერ მიხვდები ვერასოდეს ტკბილია თუ მსუბუქი. მაგრამ ქრისტიანებმა კარგად ვიცით რამდენად ტკბილია, რამხელა სიხარული არის. აი არის ხოლმე ესე რომ ქრისტიანი ყველაზე გაჭირებულ მდგომარეობაშიც კი ყველაზე ბედნიერია. რატომ? რის გამო? იმიტომ რომ უფალი მასთან არის.
აი ის ჯვარი, რომელიც ჯვარიც უფალმა დააკისრა, უჭირს, უმძიმს, მაგრამ მაინც ბედნიერია. პავლე მოციქულის სიტყვები გამახსენდა ეპისტოლეში რომ წერს თავის განსასწრების შესახებ და ბოლოს არაფერი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ქრისტე შევიძინეთ, ხო ესეთი სიტყვები. პავლე არის საოცარი მაგალითი, ძალიან ბევრ საკითხში ძალიან პარალელებს გავლება შეიძლება, რომ მორწმუნე ადამიანს, ვინც სულიერად ცხოვრობს, რაღაცა ღვაწლშია, რაღაცა განსასწრებს განიცდის, ძალიან ბევრ პარალელებს გაკეთება შეიძლება, რამდენად ეხმარება ადამიანს, იმიტომ რომ ხე ყველაზე მეტი ეპისტოლე პავლე მოციქულის გვაქვს. ახალი აღთქმის ესეთ მოციქულთაგან, თორე შეიძლება სხვაგანაც ძალიან ბევრი პარალელი გვერნახა, მაგრამ ძალიან ცოცხალი მაგალითებია ხოლმე რა ესე. საინტერესოა ახლა რადგან პავლე ახსენეთ, მამაო, მინდა გავიხსენოთ პავლეს ნათქვამი სიტყვები ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ მეო ღმერთმა მომივლინა განსაცდელიო, რომელი განსაცდელითაც მეო მთელი ცხოვრება ვიცხოვრეო. ეშმაკი გამოვწდიდაო მთელი ცხოვრების მანძილზეო და მრავალჯერ ვევედრე უფალს რომ მომაშორე ეს ეშმაკი, იმიტომ რომ ბუნებრივია პავლეს ძალიან უჭირდა და უფალმა მითხრა რომ პავლე გაჩერდიო შენი ძალა, ჩემი ძალაო შენს უძლურებაში არისო. ანუ პავლე რო პავლე იყო, ის პავლე რომელმა პავლემაც ამხელა ეპისტოლეები და ამხელა მემკვიდრეობა დაგვიტოვა, სწორედ მის უძლურებაში გამოვლინდა და ეს იყო მისი ჯვარი. და მან ხირსეულად ბოლომდე, იმიტომ რომ როგორც კი ეს უფალმა მითხრაო, მას მერე დავითმინა ეს ყველაფერი და მთელი ცხოვრება მას ეშმაკი აწვალებდა. თუმცა ვერაფერი ვერ დააკლო საბოლოო ჯამში პავლემ გაიმარჯვა, მაგრამ მაგას ვამბობ, რომ უფალმა აი ნახე პავლეს დიდი ტვირთი მისცა, უფრო მძიმე სატარებელი ტვირთი მისცა, ვიდრე რომელიღაც ლიტონ ადამიანს. სხვანაირ ტვირთს აძლევს, მაგრამ პავლე ნათელი მაგალითია მის ცხოვრებას რო ნახულობთ, ნათელი მაგალითია, როგორი რთულია ზოგიერთი ადამიანის ტვირთი, მაგრამ როგორი დიადია საჩუქარი, რომელ საჩუქარსაც ღმერთი უმზადებს ასეთ ადამიანს. ბევრს წარმოუდგენს დამწყებ ქრისტიანებს ან შორდარ უყურებს ეკლესიას, რომ ეკლესიურად თუ დაიწყებს ცხოვრებას, ყველაფერი ესე ვთქვათ დამოკიდებულია ამაზე, რამდენად შენ ინანიებ, ცოდვებს, ამაზე დამოკიდებული მე შენი განსასწრებით, ესე ვთქვათ. ან რამდენად მართალი ხარ ღვთის წინაშე, რეალურად აი პავლე მოციქულის ერთ-ერთი ამის მაგალითია, ხო? ფაქტობრივად როგორც სიწმინდეში ცხოვრობდა უკვე ის მას შემდეგ რაც გახდა მოციქული და მოექცა, მაგრამ ამ განსასწრელისგან ღმერთმა არ მოაშორა. ხანდახან ამ განსასწრელში ჩანსო ჩემი ანუ ღვთის დიდება ჩანს, რომ თუ კი ყველაფერი კარგად არის შენ ცხოვრებაში და ყველაფერი ისეა როგორც გინდა, ასე ვთქვათ, გარეგნული თვალით მაინც, მაშინ დიდი რამე თუ ადიდებ ღმერთს, ხო, მაგრამ როდესაც ასეთი განსასწრელები გაქვს მიუხედავად ყველაფრის, ანუ ადამიანის ღვაწლისა, იქ ჩანს ღვთის დიდებულება, ანუ რამდენად დიდია ღვთის სიყვარული, რომ ადამიანი მაინც ყველაფრის მიუხედავად ადიდებს ღმერთს, რაც არ უნდა განსასწრელები კონდეს. მე მაგალითად აი პირადად ჩემი ცხოვრებისეულ გამოცდილებაში შევხვედრი ვარ ადამიანებს, რომლებიც განსაცდელის ჟამს ვარდებიან განკითხვაში. თვით ღმერთის განკითხვაშიც კი, ну ეს რა თქმა უნდა ადამიანის ამაყი და ამპარტავანი ბუნებიდან გამომდინარეა, იმიტომ რომ მე როგორ მეკადრება და ასეც და ხანდახან ამას აგონიაც იწვევს ხოლმე, ძალიან გაუსაძლესი ტკივილიდან გაუაზრებელი, მაგრამ დრო რო გადის მე ადამიანი ალაგებს ყველაფერს. ხო, მე ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, მაგრამ თავარია რომ ადამიანი ახლა რაღაცა მომენტში შეიძლება აფექტის მდგომარეობაში ადამიანმა რაღაცა გამოხატო არასწორად და მე ნანობს ადამიანი, მაგრამ ყოველთვის უნდა აცნობიერებდეს რომ ჩვენ ვართ წუთის სოფელში. ეს სამყარო არის წუთის სოფელი. წუთის სოფლის მერე იწყება მარადისობა და წუთის სოფლის კაცები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ რადგან ქრისტეს შეუდექით, ჩვენ მარადისობის მოქალაქეები ვართ. ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ სტუმრები ვართ და ჩვენი ნამდვილი სახლი, ნამდვილი სამშობლო იქ არის უფალთან. და თუ კი ნამდვილი იქ არის, ეს ყველაფერი დროებითია და ეს ტკივილების დროებითია. ნებისმიერი ტკივილი ადრე თუ გიან მთავრდება. და მთავრდება ადამიანის გამარჯვების, თუ კი ადამიანი ღირსეულად დაითმეს ტკივილს. ასე რომ ყველას გამარჯვებას უსურებ, ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ მოწოდებულები მაგისთვის ვართ, ქრისტეს მიერ მაგისთვის ვართ მოწოდებულები, რომ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ და საერთოდ საბოლოოდ უნდა ყველამ ვიზეიმოთ ერთად. და აი დაუბრუნდეთ ჯვრის თემას და სანამ ზოგადად ჯვართამაღლების დღესასწაულის შესახებ ორიოდე სიტყვით ვისაუბრეთ, მინდა თვითონ ჯვარზე, აი გახსოვს მამაო, ჯვარცმის ხატზე ყოველთვის არის გამოსახული ჯერ ერთი აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რადგან იკონოგრაფიაზე მე მიყვარს ხოლმე ყოველთვის საუბარი. ხშირად შეგხვდება ჯვარცმის ხატი, სადაც იესო ქრისტე არის გამოსახული თვალებ დახუჭული და ზოგან შეიძლება შეგხვდეს იესო ქრისტე თვალებ გახელილი. და კითხულობენ ეს დარღვევაა თუ არ არის დარღვევა. არა, ეს დარღვევა არ არის, ეს ტრადიცია არსებობს, ორივე ვარიანტი შეიძლება იყოს. ზოგჯერ იკონოგრაფები გვეუბნებიან იმას, რომ მაგალითად თვალგახელილი, როდესაც არის უფალი, ეს არის მანამ სანამ აღესრულება ჯვარზე, ხოლო თვალდახუჭული უკვე გახსოვთ, რომ გვერდში რო უგმირა
იმან ჯარისკაცმა და უკვე რო აღსრულებული იყო, წვივები რო არ გადაუტეხეს ქრისტეს და იმ ჯარისკაცებს ავაზაკებს გადაუტეხეს. ანუ ეს მაინც იკონოგრაფიაში ორივე ვარიანტი მისაღები არის და ამაზე ძალიან დიდი აქცენტები არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ყოველთვის ჯვარცმის დაბლა იხატება გოლგოთა, სადაც ადამის თავის ქალაა გამოხატული. როგორ შეიძლება ავხსნათ გოლგოთაზე ადამის თავი? საქმე ისაა, რომ ღმერთმა ადამის შექმნა თიხისაგან მიწისა. ჩვენ გვახსოვს შესაქმე, როდესაც სამყაროს ქმნის, ჯერ სტიქიონების შექმნა ღმერთმა, მერე სხვადასხვა მცენარეები, ცხოველები და ასე შემდეგ და ბოლოს გვირგვინის შესაქმნისა ადამი იქმნება და ადამიანის შექმნა თიხისაგან მიწისა. და როდესაც გოლგოთაზე ქრისტეს ნამსჭვალევიდან გადმოდის სისხლი და წყალი, ეს სისხლი და წყალი ზავდება სწორედ თიხაზე, რომელიც თიხიდანაც შექმნილი ადამი. ანუ ჯვარცმით და ქრისტეს სიკვდილით განიწმინდა ადამიანის პირველი ცოდვა. აი ეს არის სიმბოლური აქტი და პირდაპირ გაგებითაც ეს ასე მოხდა, იმიტომ რომ მართლაც მიწაზე, გოლგოთის მთაზე, მიწაზე ქრისტეს წმინდა სისხლი დაიქცა და ამითი ქრისტემ აღასრულა გამოსყიდვა იმ სტიქიონისა, რომელიც სტიქიონითაც ადამიანია შექმნილი. ჩვენ ახლა წიგნში რო ვკითხულობთ ხოლმე მაგალითად იერუსალიმზე ან წმინდა მიწაზე რაღაცა ისტორიებს, რომ მაგალითად ქრისტეს შემდეგ 70 წელს რო ააოხრეს იერუსალიმი. ჩვენ უბრალოდ წიგნში ვკითხულობთ ძალიან ესე უბრალოდ წავიკითხეთ, რომ რაღაც ისტორიკოსმა აღწერა, მაგრამ მიწის პირზე გაასწორეს ყველაფერი, იქ არაფერი არ დატოვეს. სიწმინდეები იყო თუ რაც იყო, ყველაფერი ესე იგი განადგურებული იქნა. ანუ ადამიანის გონების წარმოსადგენათაც კი რთულია, იმ ხელა საშინელება მოხდა მაშინ. ხა ბუნებრივად უახუდები ჩვენ ამ დღესასწაულს, ჯვართამაღლების დღესასწაულს და რატომ? იმიტომ რომ ვახსენეთ, რომ იერუსალიმი გასწორებული იყო მიწასთან და უკვე პირველი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინეს დედის ელენეს მიერ ხდება პირველი ასე ვთქვათ მოძიება იმ სიწმინდეების ჯვარის და ამას უკავშირდება დღესასწაული და ალბათ ამ თემაზე ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ჩვენ კონსტანტინე იმპერატორი და ელენე დედოფალი საეკლესიო კალენდარში მოხსენებულნი არიან როგორც მოციქულთა სწორნი. ანუ დედა შვილნი არიან მოციქულთა სწორნი. ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ კონსტანტინე მეფე ფაქტიურად თავისი სიცოცხლის ბოლოს მოინათლა. მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ის კეთილგანწყობილი ყოფილიყო ყოველთვის ქრისტიანების მიმართ. ყოველთვის თავისი ცხოვრების მანძილზე ქრისტიანების მიმართ ის იყო კეთილგანწყობილი და ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ მისი დედა, რომელიც ქრისტიანი იყო იმთავითვე, მისი დედა სთხოვს თავის შვილს, რომ მას სურვილი აქვს, რომ მოიპოვოს ის სიწმინდეები, რომელიც სიწმინდეების უკავშირდება ქრისტეს და ამიტომ მის შვილს სთხოვს, რომ ექსპედიცია ჩატარდეს. თანამედროვე ტერმინი რო გამოვიყენოთ, ანუ მიდიან მკვლევარები, მიდიან სხვადასხვა ჯგუფი ადამიანებისა, რომ იერუსალიმში მოიპოვონ ეს წმინდა ადგილები, ხელახლა აღმოაჩინონ თუ ქრისტემ რა გზები გაიარა. და აი რამდენიმე ვერსია არსებობს ისტორიული წყაროებიდან, რამდენიმე ვერსია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის ამბავი არის და რამდენიმე ვერსია, ყველაზე უფრო შედარებით ყველაზე სანდო ვერსია თითვლება, ამ სამი ვერსია არის და ამ სამი ვერსიიდან ყველაზე უფრო სანდოდ ითვლება ის, რომ ვენერას ტაძარი იყო წარმართული ტაძარი იერუსალიმში და იმ ტაძრის ქვეშ აღმოჩნდა ჯვარი, როდესაც გაცხრები აწარმოეს. მაგრამ ახლა ბუნებრივად იბადება კითხვა, რომ საიდან გაიგეს, რომ ვენერას ტაძრის ქვეშ იყო. ხო და აი სწორედ ეს არის, რომ ერთ-ერთი ვერსიით საუბარია იმაზე, რომ ებრაელებმა, ძველმა ებრაელებმა იცოდნენ და მე თაობიდან თაობას გადასცემდნენ თუ სად კონკრეტულად რა ადგილას მოხდა ქრისტეს ჯვარცმა, ანუ გოლგოთის მთაზე კონკრეტულად სად იყო ეს ყველაფერი და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მაგრამ საიდუმლოდ ინახავდნენ და ჰელენე დედოფალმა იზრუნა იმაზე, რომ ერთ-ერთ მოხუც ებრაელს გაემჟღავნებინა ადგილი და მე ამ მისი გამჟღავნების შემთხვევაში წავიდნენ, იქ იდგა წარმართული ტაძარი, ეს წარმართული ტაძარი დაარღვიეს და საბოლოო ჯამში მოხდა გათხრა მიწისა და აღმოჩენა არაერთი სიწმინდისა, მარტო ჯვრის არა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ელენე დედოფალმა იქ ჩაატარა არქეოლოგიური თხრები და აღმოაჩინა ჯვარი. არა, ჯვარი არ ყოფილა. ჯვარი იყო ერთ-ერთი სიწმინდე, რომელიც იყო მრავალ სხვა სიწმინდეებთან ერთად, იმიტომ რომ იქ ნახეს აღდგომის ტაძრის ნაშთები, ანუ ის ადგილი, სადაც უფალი საფლავი, სადაც უფალი აღდგა, იმ საფლავის ნაშთები ნახეს. უშუალოდ ეს საფლავი და ის მოიპოვეს
სადაც იყო ის აკლდამა და დღეისათვის სადაც დგას უკვე აღდგომის ტაძარი. ესევე ამაღლების ადგილი მოიპოვეს. სხვადასხვა სიწმინდეები, ყველაფერი რაც იყო და რაც კი იერუსალიმს უკავშირდებოდა, რაც იქაური სიწმინდეები იყო, ეს ყველაფერი მოიპოვეს და საქმე ისაა, რომ ჯვართამაღლების დღესასწაული არის ის დღესასწაული, რომელიც გამოჩენისთანავე, ანუ აღმოჩენისთანავე იწყება ეს დღესასწაული. აი ხო არის რომ სხვადასხვა დღესასწაულებს აქვს თავისი დინამიკა განვითარების. მაგალითად დადგინდება რაღაც დღესასწაული და შეიძლება 20, 30, 50, 100 წელი გავიდეს, 100 წლის მერე განსაკუთრებული ზეიმი ხდება, მაგრამ დასაწყისში ესე არ იყო. აქ ამ შემთხვევაში როგორც კი მოიპოვეს ეს სიწმინდეები, ელენე დედოფალმა გასაბრძანება, რომ უმალ დაეწყოთ ტაძრების აშენება და ააშენეს ის ტაძრები. ანუ ეს უკვე ვთქვით, რომ ვენერას ტაძარი დაარღვიეს და უფლის აღდგომის ტაძარი და საფლავი დადგეს ტაძრები და კიდე მრავალი სხვა სიწმინდეები. და საქმე ისაა, რომ დაიწყეს ამ ტაძრებში ლიტურგიკული მსახურება. ეს იყო დიდი აღმოჩენა. თანმიმდევრული სასწაულს უკავშირდება მისი აღმოჩენა. ხო და აი ეს სასწაული არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთი ვერსიით მე ხო თქვი რომ რამდენიმე ვერსია არსებობს მეთქი ამ ჯვრის მოპოვებისა და ერთ-ერთი ვერსიით არის რომ ამ ებრაელმა რომ მოხუცმა ებრაელმა რომ ანახა, მე როგორ უნდა გაიგო თუ რომელი ჯვარი იყო და ვიღაც მიცვალებულს კრძალავდნენ და მიცვალებულს შეახეს რამდენჯერმე და რომელი ჯვრითაც მოხდა მიცვალებულის აღდგომა ის ჯვარი დადგინდა რომ ის ჯვარი იყო სამშვალიც აღმოაჩინეს. ეგ არის ერთ-ერთი ვერსია, თუმცა ეს არ არის ყველაზე წამყვანი ვერსია. მეორე ვერსია არის რომ ერთ-ერთი იმპერატორის ცოლმა გაიგო სადაც იყო და სთხოვა თავის ქმარს რომ დაენგრიათ იქ ტაძარი და ძველი წარმართული ტაძარი და აღმოეჩინათ. ეს მეორე ვერსია არის, ძალიან მოკლედ ვამბობ და მესამე ვერსია არის, როდესაც ავადმყოფი განკურნა ჯვარმა, როგორც კი აღმოაჩინეს ჯვარი, უმალ ავადმყოფი განიკურნა. ნუ ერთ შემთხვევაში მიცვალებული აღდგა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიის განმავლობაში შეიძლება სხვადასხვა ვერსიები არსებობდეს, თუმცა ეს ვერსიები რაღაცა შინაარსობრივად ერთმანეთს უკავშირდება. ანუ ერთმანეთის გარეშე თითქოს არ არის. მე მაინც გონია რომ სხვადასხვა ქვეყანაში ემოციურ ფონზე სხვადასხვანაირად გადმოცემულია, მაგრამ თლიანობაში მაინც ეს ერთ მთლიან ისტორიას აღწერს. სამივე ვერსია აღწერს. თან ავსებს ერთმანეთს, შეიძლება მიცვალებულის აღდგენებაც მოხდა სასწაული და განკურნებაც. აი საინტერესო რითი არის, რომ აი საიდან ვიგებთ, რომ ეს დღესასწაულები იმ დროს ასე ზეიმურობით აღინიშნებოდა, იმიტომ რომ როგორც კი ტაძრები აღადგინეს, უმალ დაიწყო იმ ტაძრებში მსახურება და თურმე როგორც ისტორიული წყაროები გვეუბნება, იყო ასეთი ისტორიკოსი გელასი, რომელმაც დატოვა ცნობა, მას ქონია დაკარგული ისტორია, ეკლესიის ისტორია რაღაც დაკარგული და იმაზე დაყრდნობით სხვა ისტორიკოსები მოსაზრებას გამოთქვავენ. და ნახეთ, ჩვენ ვნახულობთ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაში ისტორიას, საინტერესო ისტორიას, როდესაც მარიამ ეგვიპტელი მიდის იერუსალიმში, სანამ იორდანეს გადაკვეთს, სანამ წავა იორდანეში სინანულამდე, იმიტომ რომ მას ჯერ სინანული არ აქვს, მაგრამ ის მიდის იერუსალიმში, იმიტომ რომ ყველა მიდის იერუსალიმში. გაიხედა მარიამმა და ყველანი მიდიან იერუსალიმში და მანაც ჩათვალა რომ მოდი მეც წავალ, იმიტომ რომ მთელი ხალხი იქ არის და ბუნებრივია წავალ იერუსალიმში და წავიდა იერუსალიმში და იქ მოხდა ის სასწაული, აი ღვთისმშობლის გამოცხადება რო ქონდა და ის რის გამოც მე მარიამ ეგვიპტელი სინანულში ვარდება და იერუსალიმიდან პირდაპირ იორდანეს გადაკვეთს და მე გადადის უდაბნოში სამოღვაწეოდ და ჩვენ კარგად ვიცით მარიამის ცხოვრებიდან, რომ ეს მოხდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. იერუსალიმში ჯვართამაღლების დღესასწაულზე მიდიოდნენ ეგვიპტიდან, გარემო ქვეყნებიდან, ყველა მხრიდან მიდიოდნენ ადამიანები, რომ თაყვანი ეცათ ჯვრისთვის. ეს ის ჯვარია, რომელიც ელენე დედოფალმა მოიპოვა. და ეს ის დღესასწაულია, რომელიც ელენე დედოფალმა დააწესა და იმდენად დიდი იყო ეს დღესასწაული, მარტო ჯვართამაღლების კი არა. ჯვართამაღლების დღესასწაული იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ დღესასწაულთა მრავალფეროვნებისა, რომელიც ერთდროულად აღინიშნებოდა, როგორც წყაროები გვეუბნება, მიახლოებით 8 დღე გრძელდებოდა ზეიმი, 8 დღის განმავლობაში ყოველ დღე წირვები, ყოველ დღე მსახურებები, რაღაცა თავისებური გამოხატულება, ლიტურგიკული მოცემულობა იყო და ბოლო დღეს, როდესაც მთავრდებოდა ეს დღესასწაული, ბოლო დღეს გამოაბრძანებდნენ პატიოსან ჯვარს. და მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაში სწორედ ეს არის აღწერილი, რომ აი ამ ჯვართამაღლების დღესასწაულზე მიდიან ყველანი ეგვიპტელები, სირიელები, ისინი ესენი ვინც კი არიან მორწმუნეები, ყველანი მიდიან წმინდა მიწაზე, რომ თაყვანისცენ პატიოსან ჯვარს, რომელიც ელენე დედოფალმა მოიპოვა. და ეს არის ისტორიული ერთ-ერთი წყარო მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება ამ დღესასწაულის შესახებ.
მაგრამ ახლა იბადება კითხვა, ჯვარი მოიპოვეს და ანუ ეს დღესასწაულები რო დამთავრდება, ჯვარს ბოლოს გამოაბრძანებენ. და ჩვენში საქართველოში ძალიან ხშირად ვკითხულობთ ხოლმე რატომ მარხულობთ ჯვართამაღლებას. ეს საინტერესო კითხვა, ამას ფაქტიურად ყველა მორწმუნე ამბობს, აი რატომ უნდა ვიმარხულოთ? მართლაც კითხვა იბადება, აი რატომ მარხულობთ ჯვართამაღლების დღესასწაულზე? იმიტომ რომ ჯვრის მოპოვება არის დღესასწაული, ჩვენთვის სასიხარულო დღე და როგორ შეიძლება სასიხარულო დღეს თან იმარხულო? საქმე ისაა, რომ იმ დროინდელი ქრისტიანები იერუსალიმში, როდესაც ხედავდნენ უფლის ჯვარს, არ კადრულობდნენ უფლის ჯვართან მიახლებულიყვნენ, ვიდრე არ იმარხულებდნენ. და ვიდრე მარხვით გულს არ განიწმენდნენ, მანამდე არ კადრულობდნენ, რომ შეხებოდნენ უფლის ჯვარს. იმდენად დიდი სიწმინდე იყო იმ ხალხისთვის. არა მარტო იერუსალიმელებისთვის, არამედ იმ სტუმრებისთვის, რომლებიც პილიგრიმები უამრავი მიდიოდა იერუსალიმში და მათთვისაც, ყველასთვის. აქედან გამომდინარე იყო ასეთი ტრადიცია, რომ ერის ადამიანები ერთი დღე მარხულობდნენ, ხოლო ბერები და მონაზვნები მარხულობდნენ ორი დღე. და რადგან იცოდნენ, რომ ეს დღესასწაულები, აი ეს ქრისტეს აღდგომის ტაძარში, ამაღლების და სხვადასხვა ტაძრებში რომ წირვები ტარდებოდა, ეს ხო 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აი ბოლოს უკვე 13-14 სექტემბერი იქნებოდა უკვე დღევანდელი ჯვართამაღლების დღესასწაული როცა უწევს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს თანამედროვე კალენდრით 27-ზე იმობთ, მაშინ ეს უწევდა 13-14 სექტემბერი ძველი სტილით, ანუ ძველი კალენდრით ასია. ზუსტად მაგ დროს უკვე ხდებოდა ჯვრის გამობრძანება. ანუ ეს იყო დასასრული ამ დღესასწაულებისა და დასასრული ბოლო, როგორ იტყვია ხოლმე, ჩვენში ხუმრობით ამბობენ, ბოლო ლუყმა ყველაზე გემრიელი უნდა იყოს. აი, ბოლო სიწმინდე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოქონდათ აი ამ დღესასწაულების შემდეგ და ეს იყო უფლის ჯვარი, რომელიც გამოქონდათ და უფლის ჯვარს ვერავინ ვერ გაბედავდა, ახლოს მისულიყო თუ ნამარხულები არ იყო. და იქიდან გამომდინარე არის, რომ დღესაც ქრისტიანები მარხულობთ, იმიტომ რომ იმის შემდეგ რაც იერუსალიმში ეს დღესასწაულები ხდებოდა, იმის შემდეგ მრავალი საუკუნის განმავლობაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო ეს დღესასწაულები, მაგრამ აი უკვე მე-7 საუკუნეში მუსლიმები შეესევიან იერუსალიმს. და კიდევ ერთხელ მუსლიმები ააოხრებენ იერუსალიმს და ამ აოხრების კვალობაზე ანგრევენ მთელ სიწმინდეებს. ეს სიწმინდეები ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული. წმინდა ჯვარი და სხვადასხვა სიწმინდეები არის გატაცებული იერუსალიმიდან. ლიტურგიკული ცხოვრება აბსოლუტურად დარღვეულია. ის მსახურებები ყველაფერი დავიწყებას მიეცა, იმიტომ რომ მრავალი ათეული წელი დაპყრობილი ყავდათ იერუსალიმი, დაპყრობილი ჰქონდათ მუსლიმებს. და მხოლოდ ჯვრის ამაღლების დღესასწაული სხვა ტაძრებში, სხვა ადგილობრივ ტაძრებში გადავიდა, აი ესე როგორც მემკვიდრეობა გადაეცა ყველა ტაძრებს, მათ შორის საქართველოსაც. ყველა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებს და ავტონომიურებსაც, ყველა მთელ სოფლიოში მართლმადიდებლურ ეკლესიებს გადმოგვეცა იერუსალიმული ადგილობრივი დღესასწაული ჯვართამაღლებისა და ეს სათჩანს ნახეთ, საიდან ვიგებთ, რომ ეს ანატომია ამ დღესასწაულისა მსგავსი რო იყო, საიდან ვიგებთ, ანუ აი ეს ჯვრის გამობრძანება და ეს თუ გახსოვს მამაო, ეხლა ბუნებრივია იმსახურებდი და გეხსოვნება ერის ადამიანებსაც უნდა შევახსენოთ, რომ ჯვართამაღლების დღესასწაულზე წინა დღეს, როდესაც ცისკარს ვსახურობთ, ცისკარზე არის დიდება მაღალიანის გალობა და დიდება მაღალიანის გალობისას სამღვდელონი გამოაბრძანებენ ჯვარს შუატაძარში. და ჯვარი რჩება შუატაძარში, სანამ დღესასწაულის წარგზავნა არ იქნება. და ამ დღეებში ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნამდე ღვთლის ხელიდან არ ეკუთვნის ადამიანებს, ანუ რიგით მორწმუნეებს, ღვთლის ხელიდან არ ეკუთვნის ჯვარზე მთხვევა, არამედ შუატაძარში არის დაბრძანებული განსაკუთრებულ ადგილზე და განსაკუთრებულ ადგილზე მიდიან ნებისმიერი მორწმუნე და ემთხვევიან ჯვარს. ეს არის სიმბოლური გახსენება იმ მოვლენისა, რომელი მოვლენიც ხდებოდა იერუსალიმში და რომელი მოვლენაც აი ეს ჯვარს რო გამოაბრძანებდნენ დღესასწაულების ბოლოს, ეს არის სიმბოლური გახსენება და ჩვენ ამას ვიმეორებთ ყოველ ჯვართამაღლების დღესასწაულზე. ასე რომ ეს ერთგვარი ის არის, რა ქვია, პარალელი, რომ რატომ მარხულობთ. აი იმიტომ მარხულობთ, რომ სიწმინდეებს ჩვენი დიდი წინაპრები არ მიახლებოდნენ თუ არ იმარხულებდნენ და ამიტომ ვერ კადრულობდნენ ახლოს მისვლას. ეს ყველა დიდი დღესასწაულის წინ დაწესებული არ მარხვა, ხო ეკლესიაში ბუნებრივად არის ეს. განსაკუთრებით აი ჯვართამაღლების დღესასწაული. გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ ჯვრის სახეები, რომელიც ძელის, ანუ სასჯელის სახეები, რომელიც არსებობდა ვიდრე ქრისტე ესე გაიგრობოდა ჯვარზე, მოკვდებოდა მასზე და ჯვარზე მოხდებოდა ვიდრე ასე ვთქვათ კაცობრიობის ბუნების გამოხსნა, ამ ტერმინს გამოვიყენებ ამ წინადადებას. და სანამ ჯვარი შეიძენდა ასე დიდ მადლს და მნიშვნელობას ქრისტიანის ცხოვრებაში.
მანამდე მას ბევრი სახე ჰქონდა, თუმცა ძველ აღთქმაში წინა სახეებიც ჰქონდა მას. აი მაგალითად მოსე აღმართავს გველს ჩამოსხმოს სპილენძისგან, რომელზეც იკურნება, ეს იყო სიმბოლური წინა სახეები ჯვრის. ასევე ალბათ ძალიან მოკლედ ვახსენებ ინფორმაციისგან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ინფორმაციული იქნება მაყურებლისთვის ჯვრის სახეების სხვადასხვანაირობას, ესე ვთქვათ, ძელის, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო პირველ საუკუნეში. ეს იყო ესე ტეს ფორმის, ლათინური ტეს ფორმის, რომლის მსგავსიც ქრისტე გაეკრა, მაგრამ ერთ-ერთი განმარტების ერთ-ერთი მხარე მიუთითებს, რომ რადგან მასე ეს წესით გავრცელებული იყო მაშინ, რადგან მასე გამოისახებოდა დანაშაული, რის გამოსაც გააკრავდნენ ხოლმე დამნაშავეს და ესე გააკეთეს ქრისტეს შემთხვევაშიც, პილატემ დაბრძანებით მას გაეკრა, რომ ესე მეუფე ჰურიათა, ანუ იმ სიტყვების შესაბამისად, რომელსაც ამბობდნენ ჰურიები და ფარისეულები, ესე თავი თვისი მეფეთ და ღმერთად გამოაცხადო, ამას წარწერს თავზე, ამიტომ იღებს 4 კუთხოვან სახეს ჯვარი და ეს ჯვარი ვრცელდება მერე შემდეგ მთელ ქრისტიანულ ეკლესიაში. მაგრამ იყო სხვა ფორმისაც, მაგალითად ეს იყო X-ის ფორმის ჯვარი და ეს ნაკლებად გავრცელებული პოვა ამან შემდეგ საუკუნეებში, რომელზეც გადმოცემის თანახმად ანდრია მოციქული ეცვა ჯვარს და ასევე პეტრე მოციქულის ჯვარი თავდაყირა, ასე ვთქვათ, მაგრამ ამანაც გავრცელება, ასე ვთქვათ, დღეს ქრისტიანულ სამყაროში, მართლმადიდებლურ სამყაროში არ გვაქვს, ესე ვთქვათ, ამდენად ჩემთვის ცნობილი გავრცელებული. და იყო სწორი ძელი, ანუ ესე ვთქვათ, ბოძი შეიძლება ითქვას, სვეტი ხე, რაზეც ასევე აწამდა ხოლმე. და მინდა ჯვრის სახეებზე წამების სხვადასხვა ვარიანტები არსებობდა, ყველაზე უფრო უკიდურესი იყო ისეთი, როგორზეც ქრისტე გააკრეს ჯვარზე, ანუ ჯერ რომ მიალურს მავდნენ, ესე იგი და ჯვარცმულს. და შემდეგში ორმო ითხრებოდა, რაშიც ორმო გამზადებული იყო წინასწარ, აიყენებინა თოკებით ჯვარი და მაშინ უნდა ჩავარდნილიყო, ესე ვთქვათ, და დაცემის დროს საშინელ ტკივილს იწვევდა, ზოგჯერ ეს ტკივილი უდიდეს შოკს ადამიანში და თან მანამდე უდიდესი წამება ჰქონდა, ასე ვთქვათ, ფიზიკური ტანჯვა მაცხოვარს გავლილი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მაცხოვარი სხეულებრივად უფრო ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ისინი ელოდნენ, უნდათ რომ წვივი შეემოსრათ მაცხოვრის და მივიდნენ გარდაცვლილი. დახვდა და წინასწარმეტყველება ახსრულდა, ესაა წინასწარმეტყველის, რომ წვივი მისი არა შეიმოსრა, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები, ამას მახარებელიც შემდეგ იმეორებს ის ახსრულდა მას. ანუ ყველაზე უკიდურესი ჯვარცმას ბიც სხვა განსხვავდება და ყველაზე უკიდურესი მიიღო ქრისტემ ჩვენი სიყვარულის გამო და ჯვარმა შეიძინა ეს დიდი სახე. აი სიმბოლიზმზე თუ კი შეიძლება კიდევ ერთი ორი სიტყვა ითქვას, ხელახთმაში და ბევრ ადგილას არის წინასწარმეტყველება ჯვაუშუალო ჯვარცმის შესახებ. ფსალმუნებშიც ალბათ 20-21 ფსალმური დაახლოებით მუხლი, სადაც უშუალოდ ჯვარცმაზე პირდაპირ არის, მაგალითად მასვეს მეჯო, ძმარი, პირდაპირ წინასწარმეტყველებები. ძალიან საინტერესო თქვი, მამაო, რომ X-ის ფორმის ჯვარმა ვერ გავრცელდებოდა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენი გამოხსნა მოხდა არა X-ის ფორმის ჯვარზე. კი, მართალია, რომ ჩვენი მოციქულები ნაწამები იქმნენ ასეთი ფორმის ჯვარზე, ანდრიაც და პეტრეც. სხვათა შორის სიმბოლური არის ანდრია და პეტრე ღვიძლიზმები არიან და საინტერესოა რომ ანდრია პირველწოდებულია რომელიც პირველი მივიდა უფალთან პირველად მოუწოდა უფალ ანდრიას და პეტრე მისი ღვიძლიზმა რომელიც თავი გახდა მოციქულთა და ანდრიამ მიიყვანა პეტრე ქრისტესთან და ორივე ერთნაირი ჯვრებზე ეწამნენ მაგრამ ამან ვერ პოვა განვითარება მარტივი მიზეზის გამო ჩვენი გამოხსნა მოხდა სხვანაირ ჯვარზე რომელზეც უფალი გააკრეს რაც შეეხება აი აქცენტი გააკეთე იმაზე თვითონ იმ ფორმაზე წამებისა რამდენად ტკივნეული იყო და ძვალნი მისნი რო არა შეიმუსრეს და ამაზე ნაწინასწარმეტყველებიც იყო მე მაქვს ამოკითხული და ეს ცნობილი ამბავია რომ მისი ძვლის არ შემუსრა ამაში ძალიან სერიოზული დოგმატური ხასიათის თეოლოგიაა ჩადებული ეს მოდიში იმდენად დიდი წინასწარმეტყველება რომ პასექის დღესაც ებრაელები პასექს რო დღესაც სწავლობენ კრავს დღესაც კი არ უმტრევენ წვევს რადგან ეს იყო სიმბოლო მესიის რომ მისი ეს წინასწარმეტყველება იყო რომ ის პასექის კრავის წინასახე არის სიმბოლო არის ქრისტესი და მთლიანად უნდა შეიცვას ესე ძვლები არ უნდა გატყდეს ხო და ის ძვლები რო არ უნდა გატყდეს ეს ამავდროულად ატარებს კიდევ იმხელა ძალიან დიდ საკრალურ მნიშვნელობას რომ ქრისტეს ეკლესია უკუნისამდე, ანუ სამყაროს დასასრულამდე გაუტეხელი იქნება. ქრისტეს ეკლესია სამყაროს დასასრულამდე დაურღვეველი იქნება. ისევე როგორც ქრისტეს ძვალნი არ შეიმუსრა, რა იყო ის რომ არ გარდაცვლილიყო ავაზაკებზე უფრო ადრე და გარდაიცვალა სწორედ იმიტომ, რასაც აქცენტი რაც გააკეთე, რომ მანამდე გვემეს, ავაზაკები მანამდე არ უგვემიათ. ზოგადად ალბათ შეიძლება არის ის ჩვენმა მაყურებელმა, რომ რომაული სამართლის მიხედვით გაასამართლეს ქრისტე და რომაული სამართლის მიხედვით ერთი დანაშაულის გამო 2 და 3 არ ეკუთვნოდა. ქრისტეს შემთხვევაში ყველაფერი დაირღვა. 2 და 3 კი არა, არაერთი სასჯელი აღასრულეს ერთი და იგივე მიზეზის გამო. ანუ ახალხანს გამოვიდა ერთ-ერთი წიგნი არის ნაშრომი არის ქრისტეს სასამართლოსთან დაკავშირებით. რომ იუდაური სასამართლითაც და რომის სამართლითაც იქ ჩამოთვლილია რამდენიმე ათეული მუხლი, ყველაფერი დარღვეული არის.
ესე იგი სწრაფად გასამართლება მოწმეების არ მოყვანა. ყველაფერი დარღვეულია, რომ სწრაფად ეცვეს ჯვარს. სამართლებრივი კუთხითაც აი პილატეს რო გამოყავს, ჯერ თავიდან პილატე თავის სასახლეში აგვემინებს, ანუ გააროზგინებს ქრისტეს და მე გამოყავს ნაცემი და ანახებს ხალხს და ამით ცდილობს, ანუ ეუბნება, რომ აი მე უკვე ჩემი სამართალი აღვასრულე, მე უკვე დავსაჯე ეს და აი თქვენი მეუფე და გამოუყვანს, მაგრამ ისინი უფრო გავეშებულები იძახიან ჯვარსაც. ანუ არ ეკუთვნოდა მას, ის უნდა აბსოლუტურად ხელუხლებელი უნდა ეცვათ ჯვარზე სამართლის თანახმად, მაგრამ ყველაფერი დაირყვა. ამიტომაც იყო, რომ მალე აღასრულა წმინდა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ამისთვის მოხდა ეს ასე. მაგრამ მისი ძვალი რო არ შეიმუსრა, ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველება იმისა, რომ მისი ეკლესია იქნება შეუმუსრავი უკანასკნელ დღემდე, სანამ ქრისტეს მეორე ეკლესია როგორც მისი მისტიური სხეული. ხო, იმიტომ რომ ქრისტეს სხეული შეუმუსრავი დარჩა და ეკლესია არის ქრისტეს სხეული და სიმბოლურად ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია არის განუყოფელი და ქრისტეს ეკლესია უკუნისამდე იქნება განუყოფელი. კი, შეიძლება ვიღაცეები და არაერთი ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, რომ სექტანტებში გასულან, წვალებლობაში ჩავარდნილან და ესენი განხეთქილებები ყოფილა, მაგრამ ქრისტეს ეკლესია უკუნისამდე გიეს. და ეს არის ძალიან სერიოზული სიმბოლური დატვირთვა. ამავდროულად თუ გავიხსენებთ, აი მოსი ახსენე, მამაო და მოსემ რო აღამაღლა ძელზე. წმინდა წერილში არაერთგან არის ძელი ნახსენები და მოსემაც მართლა ძელზე აღამაღლა. ეს არ ცვლის არაფერს, კი, სადღაც ძელია, იმიტომ რომ ეს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად იყო, მაგრამ თვითონ აქ არის მთელი აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ძელზე მოხდა ადამიანის გამოხსნა. ანუ ჯვარი იგივე ძელით არის გაკეთებული და აი სახარებაშიც არაერთგან არის მოხსენიებული ძელი. მაგალითად, საქმე წმინდათა მოციქულთა და ჩვენ მოწამე ვართ ყოველთათვის, რომელი ქმნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალიმსა შინა, რომელცა იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. საქმე წმინდათა მოციქულთაში, კიდე საქმეებში სხვაგან წერია კიდე ძელი, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. ახალ აღთქმაშიც არაერთგან წერია ძელი, მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის. ჩვენ შეიძლება ვიღაც ადამიანები შეიძლება შეგვიდაონ, რომ აი ძელი წერია და რატომ ჯვარი. ჯვრის სახეს ხო. ეს არის სახე ჯვრისა და ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებიც, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეს მიღებული დასჯის მეთოდი იყო და გარდა იმისა, რომ ქრისტეს ჯიდნენ ასე, კიდე სხვებიც დაურჩიათ ისტორიულად და ამისი არქეოლოგიური კვლევები არის დასტური ამისი, ეს ნამდვილად ასე იყო. თქვენას თვის სასჯელმა ეს ვერ გამოიწვია, რაც ამ ქრისტეს სიკვდილმა გამოიწვია, ხო, ანუ გამოხსნა და ამიტომ შეიძინა ჯვარმა უშუალოდ ქრისტეს ჯვარმა და აი ნახეთ როგორი საინტერესოა მოსემ რო აღამაღლა, მე მაგაზე ვაკეთებდი აქცენტს და მე გონება გამექცა. მოსემ რო აღამაღლა ძელი და გველი, სპილენძის გველი იყო მასზე, ეს კურნავდა. ეს იყო მკურნალი, ეს იყო წინა სახე ქრისტეს ჯვარზე ამაღლებისა, რომელიც არის მკურნალი და რომელიც კურნავს ადამიანებს ცოდვისაგან. ეხლა შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ აი მე ეხლა კუჭი მაწუხებს და რატო არ განკურნა, ან კბილი მტკივა და რატო არ განკურნა. არა, ამ განკურნებაზე არ არის აქ საუბარი. საუბარი არის სულიერ განკურნებაზე, სულიერ სიჯანსახეზია და ქრისტეს სულიერად კურნავს ადამიანს და აჯანსაღებს და ამიტომ არის რომ ეს არის ალეგორია და სიმბოლო და კავშირი პირდაპირ არის მოსეს მიერ ამაღლებულ სპილენძის ჯვართან, იმიტომ რომ მოსესთანაც იგივე ხდებოდა, რომ ის ვერაფერს ვერ აკლებდა ის შხამი, როდესაც ეს ამაღლებდა იკურნებოდნენ ებრაელები. ასე რომ აი ეს სიმბოლური დატვირთვა არის და დღევანდელ რეალობაშიც ასე ხდება. ყველა სასწაული ეკლესიაში ხდება, აი მაგალითად წყალს აკურთხებს მღვდელი და ჯვრით აკურთხებს. ჯვრის გარეშე არ აკურთხებს მღვდელი, წყალს აკურთხებს მღვდელი, წყალი უხრწნელი ხდება. იქ ბავშვს მონათლავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენი მატერიალური თვალით ვერ ვხედავთ იმ საიდუმლოს, აი წმინდა მამები არაერთგან ამბობენ, როდესაც რაღაცა საიდუმლო ლიტურგიაზე ხედავენ ანგელოზებს, ზოგიერთი წმინდა მამები. ჩვენ რადგან გაუხეშებული სული გვაქვს, ვერ ვხედავთ ამ ანგელოზებს, მაგრამ ყველა ლიტურგიაზე მონაწილეობენ ანგელოზები და ადიდებენ უფალს. მაგრამ ჩვენ ხო დაბრმობილი გვაქვს სულიერი ხედვა, იმიტომ კი არა რომ ცუდნი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ რომ მთელი სიდიადე დავინახოთ, უფლისა შეიძლება ისევე ვერ დავიტიოთ, როგორც ვერ დაიტევდა მოსე, ჩადრით შეხვდა უფალს პირისპირ, როდესაც მასთან საუბრობდა, ჩადრით შეხვდა მოსე, რამხელა წმინდა კაცი იყო და ამ წმინდა კაცსაც კი ჩადრი დაჭირდა, რომ აფარებული ქონოდა სახეზე, იმიტომ რომ პირისპირ უფლის მზერა შეუძლებელია. და აი ამ დიდებულებას ჩვენი ცოდვილი თვალებით ვერ ვიხილავს და ამიტომ საღვთო სიბრძნის დაფარულია ჩვენგან ის დიდება, რომელ დიდებაშიც არის უფალი ანგელოზების მიერ და ის ლიტურგიაზე რაც ჩანს ყოველთვის. ამას წმინდა მამები ხედავენ ხოლმე. წყლის კურთხევა ახსენეთ, ნათლისღების წყალის დროსაც ჯვრის გამოსახვა ხდება, შემდეგ ზეთით გამოსახვა ხდება,
ჯვრის მაგრამ როგორც წეგანვახსენეთ ჯვარი იძენს ამ შემთხვევაში დიდ მადლს მას შემდეგ რაც ქრისტე გაეკრა მას იმიტომ რომ წარმართებშიც იყო მაგალითად მესიის წარმოდგენა ასე ვთქვათ ჯვარზე გამოსახული მესიების ჯვრის მსგავსი ძელზე გამოსახული ჯვრის მსგავსი გამოსახულებებიც იყო წარმართობაში მაგრამ მას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ამიტომ აქ უმთავრესია რა ხან თქვენ ახსენეთ რომ ბევრი გვედავება და უმთავრესი არის მისი შინაარსი რა შინაარსს მიცეთ თუნდაც მაკურთხეველი ხელი ხო ჯვრისგან გარდასახვა ხო სხვადასხვა სახის არსებობს და იკონოგრაფიაშიც განსხვავდებოდა ეს საუკუნეების განმავლობაში არსებობს ძირითადად 2-3 ტრადიცია ასე ვთქვათ რომლის მსგავსი შეიძლება სხვა რელიგიაშიც ნახო მაგრამ იმაში არ ქონდა ის დატვირთვა რაც აქვს ქრისტიანობაში რა თქმა უნდა თორეში რა მადლი და შინაარსი შეიძინა მან და ჩვენ ამ მნიშვნელობით გამოვსახავთ მას ის რომ ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს ჯვრის შესახებ ბოლომდე ვერაფერს ეს შემთხვევით გასაკვირი არ არის იმდენად რამდენადაც სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ რომ ჩვენო ვქადაგებთო ქრისტეს ჯვარცმულსო ხურიათათვის საცდურიაო და წარმართათვის სისულელეა წარმოიდგინე ვერ იგებდნენ იმ დროსაც იგივე იყო განა თქვენ გონიათ რამე სიახლეა მაშინაც ესე იყო ხურიებისთვის საცდური იყო და წარმართებისთვის სისულელე ვერ იგებდნენ როგორ შეიძლება კაცი რომელიც გვემეს რომელიც ცემეს ჯვარზე გააკრეს ეს კაცი მხსნელი იყოს როგორ ვერ იგებდნენ ამას ერთი იყო განკაცებული რასაც ეუბნებიან ფარისევლები რომ გადმოდი და ვიცმო ცოტა სულიერი თვალით უნდა დაინახოს ადამიანმა ყველაფერი შეიძლება რომ გავიგოთ დიდი მადლობა მოგზაურობისათვის საინტერესო საუბრისათვის მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე